ბატონო ბადრი. Გთხოვთ გვესაუბროთ სოლიდარიზმის მანიფესტის შესახებ, რა უდევს საფუძვლად ახალი ეკონომიკური მეგაფორმაციის წარმოშობას და როგორია მისი მთავარი მახასიათებლები? სოლიდარიზმის ფორმაციის საფუძველი არის მოგების თვისების შეცვლა. მოგების თვისების შეცვლა გულისხმობს იმას, რომ მოგების დეზინტეგრაციული ხასიათი იცვლება მისი ინტეგრაციული ხასიათით. ჯერ გავშიფროთ რა არის მოგება. მოგება არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ის რაზეც აგებულია მთელი სახალხო მეურნეობა იქნება, კერძო მეურნეობა იქნება თუ ასე ვთქვათ, მთელი კაპიტალისტური სისტემა. ყველა ფორმაციის ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი იყო მოგება. მოგებას კონტრალისტურ მეგაფორმაციაში, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ, იმ ხუთივე ფორმაციას, რომელიც გაიარა კაცობრიობამ, ჰქონდა დეზინტეგრაციული ხასიათი. რას ნიშნავს მოგების დეზინტეგრაციული ხასიათი? მოგების დეზინტეგრაციული ხასიათი ნიშნავს, რომ მოგება გამოეყოფა წარმოების პროცესს და ის ილექება კონკრეტული ბიზნესმენების, კორპორაციების და ასე შემდეგ ანგარიშებზე. ისე რომ ის არ უბრუნდება ეკონომიკას, ან თუ დაუბრუნდა ეკონომიკას ამ შემთხვევაში, ისევ მეტი მოგების მიღების მიზნით. ანუ ფაქტიურად მოგების გამოყოფა წარმოების პროცესიდან და ეკონომიკიდან იწევს რას? იწევს იმას, რომ თანხები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, პერმანენტულად მცირდება და ეს მცირდება პირდაპირ პროპორციულად იმოდენობით, რაოდენობითაც ეს მოგება ილექება კონკრეტული კორპორაციების, ბიზნესმენების და ეკონომიკური აქტორების საბანკო ანგარიშებზე, ჯიბეებში, მუთაქებში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამით ზარალდება საზოგადოება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოგება უბრუნდება წარმოების პროცესს ისევ და ისევ მეტი მოგების მიღების მიზნით და არა იმისთვის, რომ ის დაუბრუნდეს საზოგადოებას და ხალხს. აქედან მოდის ინფლაცია, აქედან მოდის ჭარბწარმოება, აქედან მოდის უმუშევრობა, აქედან მოდის ეკონომიკური კრიზისები, შიმშილი და მთელი უბედურება, რაც ამ კონტრალისტური მეგაფორმაციის დროს ჩვენ გქონდა, რომელ მეგაფორმაციაში შედის პირველყოფილი თემური წყობილება, შემდეგ წამოვიდა მონათმფლობელური წყობილება, შემდეგ წამოვიდა კაპიტალისტური წყობილება და ბოლოს სოციალისტური წყობილება. რატო ილექება ეს მოგება კონკრეტული ბიზნესმენების, კონკრეტული კორპორაციების, ასე ვთქვათ, საბანკო ანგარიშებზე? ილექება იმის გამო, რომ ერთი ეკონომიკური აქტორი არ არსებობს. არსებობს რამოდენიმე მრავალი ეკონომიკური აქტორი. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოგება დაუბრუნდება საზოგადოებას, ერთი რომელიმე ეკონომიკური აქტორის მხრიდან, ამ შემთხვევაში ის გაკოტრდება. და ეს რაც არ უნდა კეთილი სურვილებით იყოს ნაკარნახევი ნებისმიერი ბიზნესმენის მხრიდან, კორპორაციის მხრიდან ის რომ მოგება დაუბრუნდეს საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ის გაკოტრდება და არანაირი შედეგი არ ექნება მის ამ, ასე ვთქვათ, კეთილშობილურ საქციელს. რატო იცვლება მოგება, მოგების თვისება? მოგების თვისება შეიძლება შეიცვალოს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მთელი საკუთრება, რაც არის დღეს მსოფლიოში, მოექცევა ერთი კორპორაციის ხელში, ერთი ეკონომიკური აქტორის ხელში. ამ დროს ხდება რა? როდესაც წარმოება და მისი განვითარება გამოყოფს მოგებას, ეს მოგება უბრუნდება ისევ წარმოებას, მაგრამ ეს მოგება ჯდება კონკრეტულად ფულში. ამ დროს ფული ჯერდება, ასე ვთქვათ, ახალი ღირებულებით, ვინაიდან მოგებას ეძლევა უკვე ინტეგრაციული ხასიათი და აქედან მოდის მთავარი გადატრიალება მსოფლიოში ეკონომიკური კარგი გაგებით, რომელიც უდევს საფუძვლად ახალ ეკონომიკურ ფორმაციას. რაში მდგომარეობს ეს გადატრიალება? ვთქვათ, ავიღოთ ერთი ეკონომიკური წარმოებელი და ერთი ეკონომიკური მომხმარებელი. ამ დროს გლობალიზებული იქნება როგორც წარმოებელი, ასევე მომხმარებელი და ერთ-ერთზე იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობა. ერთი მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს პირობითად 100 ლარის პროდუქციას და მასში ჩადებული იქნება 20 ლარის მოგება, ეს ერთ და იგივე რაოდენობის ფული რო იტრიალებს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, ამ დროს ის 100 ლარი გახდება 120 ლარის ღირებულების. ეს ერთ ეკონომიკურ ციკლში. შემდეგ ეკონომიკურ ციკლში მეორე 20 ლარი დაემატება და გახდება 140 ლარის ღირებულების. და ასე შემდეგ და შემდეგ. ანუ იწყება გადატრიალების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინფლაცია იცვლება დეფლაციით. ჭარბწარმოება იცვლება სრული წარმოებით. არ იქნება ზედმეტი წარმოება, არ იქნება, ასე ვთქვათ, ექსპლუატაცია. ექსპლუატაცია იცვლება იმპლუატაციით. ეს ახალი ტერმინებია, რა თქმა უნდა, რომელიც გასაგებია, რა თქმა უნდა, მაყურებლებისთვის, მსმენელებისთვის
და ეკონომიკური კრიზისები ქრება ზოგადად და საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკური სისტემა იქმნება. იქმნება, უფრო სწორი იქნება, რომ წარმოიშობა, ბუნებრივად წარმოიშობა. ანუ ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც დღეს მიმდინარეობს და არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი, ბუნებრივად ბადებს, ბუნებრივად წარმოშობს იმპლანტაციურ ეკონომიკას, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოხდება ინტეგრაციის დასრულება და ერთსუბიექტიანი ცენტრალიზებული ეკონომიკის ჩამოყალიბება. ერთსუბიექტიანი ეკონომიკის გამოცდილება სხვათა შორის აქვს რუსეთს. ის ექსპერიმენტი, რომელიც მარქსიზმის შემდეგ განხორციელდა რუსეთში, მარქსიზმის თეორიის წარმოშობის შემდეგ, მასში არის ბევრი ჭეშმარიტების მარცვალი. იქ იყო ერთი დამკვეთი, ერთი საგეგმო კომიტეტი, ერთ ხელში იყო მოქცეული საკუთრება, ეს იყო ფორმალურად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთრება, მაგრამ რუსული ეკონომიკა და კომუნიზმი იმიტომ დაიშალა, რომ მათ დროს იყო, ასე ვთქვათ, ფორმალურად სახელმწიფო საკუთრება, მთელი ეკონომიკური სიკეთეები და მიწაც კი და ასე შემდეგ და მთელი შენობები იყო სახელმწიფო საკუთრება, გარდა კერძო კომუნალური ბინებისა და მას რეალური მესაკუთრე ყავდა ის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი შედეგი, რასაც ქვია ბიუროკრატია. საბჭოთა კავშირის ბიუროკრატია, რომლის ხელშიც იყო მთელი სიმდიდრეები და ის ფორმალურად ეკუთვნოდა საზოგადოებას და სახელმწიფოს და რეალურად ისინი განკარგავდნენ, ისინი გადაიქცნენ კორუმპირებულ ფენად და მათი მეშვეობით ზემოდან მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ძირითადად მას შეუწყო ხელი, რა თქმა უნდა, დასავლეთმა, რომელიც საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა იმ დროს, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. დიდი კონკურენცია იყო განსაკუთრებით 70-იან წლებში, როდესაც დადგა საკითხი 60-იან წლებში, ვინ რომელი ეკონომიკური მოდელი გაიმარჯვებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კერძო საკუთრებაზე აგებული ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ საკუთრებაზე აგებული ეკონომიკა. კერძო საკუთრების ეკონომიკამ მოუგო გლობალური კონკურენცია საბჭოთა კავშირის ეკონომიკას და ის სისუსტეები გამოიყენა, რომელიც ამ საკუთრებასთან იყო ზუსტად დაკავშირებული და ასე ვთქვათ, გამოვიდა გლობალური გამარჯვებული დასავლეთი. ეხლა რა ხდება? დღეს მიმდინარეობს ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი, დღეს რუსეთში, ჩინეთშიც, სხვა არ ვამბობ მე აფრიკაში და ასე შემდეგ, ეკონომიკურ პროცესებს განაგებს დოლარის საჭრელი მანქანა, პირობითად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, მას თავისი მესაკუთრეები ყავს, რომელიც კერძო სექტორში გადავიდა 1913 წლის შემდეგ. 100 წელზე მეტია უკვე ეს დოლარის საჭრელი მანქანა, ამერიკის ცენტრალური სარეზერვო ფონდი, ასე ვთქვათ, განაგებს ეკონომიკურ პროცესებს. იქედან ის იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სახელმწიფო ობლიგაციებს, ობლიგაციების სანაცვლოდ ჭრის დოლარს, ის აფინანსებს პირველ რიგში ცენტრალურ ბანკებს, სოფლიო სავალუტო ფონდი, სოფლიო ბანკი და შემდეგ ისინი აფინანსებენ ბანკების შემდეგ პირამიდის სისტემით აფინანსებენ დიდ კორპორაციებს, დიდი კორპორაციები რა თქმა უნდა აფინანსებენ წარმოებებს და ასე შემდეგ, რომელიც დაიყვანება ბოლოს იქამდე პირამიდის ძირში არის მომხმარებელი სოფლიო საზოგადოება, რომელიც რეალურად, ანუ როგორ გითხრათ, რეალურად დღეს ცენტრალიზებული ეკონომიკა გვაქვს ოღონდ ჩრდილში ყოფი, რომელსაც განაგებს, ასე ვთქვათ, დოლარის საჭრელი მანქანა. ამის ლეგალიზაცია ვერ მოხდება, თუ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა. ის პოსტსტალინური პოლიტიკური სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მათი მემკვიდრეები, ეს რუსეთის სისტემა, ჩინეთი და ასე შემდეგ, მათი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ასე შემდეგ, რომლებიც სპეციალურად დარეგულირებულ რეჟიმში იმყოფებიან და არ აძლევენ საერთაშორისო კაპიტალს მათ ბაზრებზე თავისუფალ წვდომას, იმიტომ რომ ამით ფინანსურ დამოუკიდებლობას კარგავენ და ამას მოსდევს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა. აი ეს სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ მოხდა სოფლიოში ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ თავისუფლებას და სოფლიოს გლობალიზაციის დასრულებას, ამ შემთხვევაში ის ჩრდილიდან ვერ გამოვა. ანუ ის ეკონომიკური ძალა, სოფლიო ბურჟუაზია, რომელზეც მე წინა ინტერვიუებში ვილაპარაკე, რომლის ხელშიც არის ამერიკის ცენტრალური სარეზერვო ფონდი, ის ვერ გამოვა ჩრდილიდან, ვერ დასრულდება ეკონომიკის გლობალიზაცია, თუ არ მოხდება ბაზრების ტოტალური გათავისუფლება მთელ სოფლიოში. რაც შეეხება ამ თვითონ ეკონომიკის ცენტრალიზებული ეკონომიკის ხასიათს,
ის იქნება რადიკალურად განსხვავებული საბჭოთა ეკონომიკისგან, რითი? იმითი, რომ ცენტრალიზებული, ახალი გლობალიზებული ეკონომიკის მესაკუთრე, რეალური მესაკუთრე იქნება ის კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც დღესაც მართავენ ცენტრალური სარეზერვო ფონდის დამფუძნებლები, დღესაც მართავენ მთელ მსოფლიოს ეკონომიკას, მაგრამ უკვე იქ ოფიციალიზაცია მოხდება ამისი და უკვე გლობალიზაციის დასრულება მოხდება და მოხდება მოგების თვისების შესვლა და ახალ ეკონომიკურ ფორმაციაზე გადასვლა. ანუ რეალური მესაკუთრე იქნება ამ ცენტრალიზებული ეკონომიკის მესაკუთრე მთელი ეკონომიკისა მთელ მსოფლიოში. განსხვავებით საბჭოთა სისტემისგან, რომლის დამშლელიც უკვე აღარავინ არ იქნება, ვერავინ ვერ დაშლის ამ ეკონომიკას, ის იქნება ჩვეულებრივ აწყობილი როგორც იტყვიან საათივით. ბევრი იკითხავს საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში არ იყო კონკურენცია, იქ იყო შეჯიბრებები. ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ენთუზიაზმის საფუძველზე და ასე შემდეგ რწმენის საფუძველზე. ამ ეკონომიკის პირობებში, რომელიც ახლა მოდის, აქ კონკურენცია არ გამოირიცხება. როგორც ყავდა საბჭოთა კავშირს ცენტრალური საგეგმო კომიტეტი და დამკვეთი ერთი სახელმწიფო და შემსრულებელი იყო ჩვეულებრივი საწარმო დაწესებულებები, ახლაც იგივენაირად იქნება, ეხლა ცენტრალიზებული მესაკუთრე იქნება მთავარი დამკვეთი და ის შეუკვეთავს თითოეულ ფირმას იმ პროდუქციას, რომელიც იქნება მისთვის საჭირო და საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მსოფლიო მომხმარებლისთვის. და დაკვეთის შესრულებაში კონკურენცია იქნება მომავალი კონკურენციის საფუძველი. ის საწარმო საშუალებები, რომელიც ექნებათ, ასე ვთქვათ, თვითონ მესაკუთრეებს, შემსრულებლებს, ის საწარმო საშუალებები იქნება დუალისტურ საკუთრებაში. ანუ ის იქნება არა მარტო ცენტრალიზებული მესაკუთრის ეკონომიკის მესაკუთრის საკუთრება, არამედ შემსრულებლის საკუთრებაც. ამ შემთხვევაში შემსრულებელი დაინტერესებული იქნება როგორც პირად მოგების მიღებაში, ასევე ის დაინტერესებული იქნება, რა თქმა უნდა, მოუაროს იმ საწარმო საშუალებებს, რომელიც მის საკუთრებაშიც იქნება. ეს საკუთრებაში გადაცემა და თანასაკუთრება იქნება ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული მეპატრონე, ნებისმიერი საწარმოსი, თითოეული მეპატრონე იქნება თვითონაც მესაკუთრე და დამკვეთის იქნება მესაკუთრე. ნუ ეს ჩვეულებრივ მოხერხდება, როგორც ახლა არის, მაგალითად, ჩვენ ხო გვაქვს თანამონაწილეების შეპსS-ში და ასე შემდეგ, იგივენაირად მოხდება ამ შემთხვევაშიც.